მოგესალმებით ძვირფასო მეგობრებო. Კაროს კუთხე არის ჩემი გვერდი, პირადი კონსულტაციები არის პაციენტი და ვნახოთ. დღის რჩევა. კარგით ვნახოთ რჩევაში რა არის. ტყუილად ნერვიულობთ, აქ მე ასე გეტყვით, შესაძლებელია პრობლემის გამო, რომელიც ამ წუთში გაქვთ, იმიტომ რომ თითქოს რაღაც როგორ არის თქვენი ძლიერი მხარეები ამ ეტაპზე დაბლოკილი არის, შესაძლებელია რაღაც ფინანსური ვალდებულებაც იყოს აქ, ან უბრალოდ ვალდებულება, თითქოს რაღაცა არ შეგიძლიათ, ვერ სწდებით, ან არ გამოგდით ამ ეტაპზე, მაგრამ მე გეტყოდით, რომ აი ეს პერიოდი Tachtebak. Kai როგორ მომიქცეთ, მან ახალ პრობლემებზე მესაუბრება და აქ გაქვთ თქვენ შანსები და რაღაც წარსული გამოცდილება თუ ცოდნა ხო გაიხსენეთ. რაღაც წარსულიდან უნდა აიღოთ ინფორმაცია, ან დაუშვათ გაიხსენოთ როგორ მოდით აქამდე, ხო? მქონიათ დაუშვათ იგივე მდგომარეობა. ან შესაძლებელია რაღაცა წარსულში არის ის ინფორმაცია, რაც ამ წუთში თქვენ ეს გჭირდებათ. ყოველ შემთხვევაში აქ უნდა როგორ არის იცით? უნდა დასრულდეს ეს თითქოს ავად ხომ არ ხართ, ან ხანდახან რაღაც ჩავარდნები გაქვთ. აქტიურად და აქ თქვენ ძალიან ძლიერად ხართ შურისმაძიებელი ქალბატონის პოზიციაში, რანგში გადადიხართ და სხვათა შორის არ არის ამ ეტაპზე ეს თქვენთვის ცუდი ნაბიჯი, ეს შურისძიების მომენტი თუ კი ნამდვილად ფიქსირდება. უმეტესად ფაქტიურად შეჩერებული პოზიცია მიფიქსირდება, ან უბრალოდ თავს იკავებთ ამ შურისძიებაზე. ვერ ვიტყვი რომ ნაყოფიერება მაინც თქვენ არა გაქვთ და ნახეთ, არ ვიცი საიდან, ეხლა მაგას არ ვეძებ, მაგრამ აქ ის პოზიცია არ არის, რომ საერთოდ ყველაფერი გაჩერდა, მაგრამ ეტყობა რა მხრივ ხართ შეჩერებული. თქვენი ნიჭი, ძალა რაღაც მაინც, ხო, აი ეს მხარე თითქოს არ ჩანს და აქ მე მაინც ასე ვიტყოდი, რომ თქვენ მრავალმხრივი შანსი, შესაძლებლობა გეძლევათ. უბრალოდ აქ არის ვიღაც ადამიანს მიაქვს თქვენი ენერგია, რესურსი, ეს ფინანსური ხარჯი, გაუთვალისწინებელი ხარჯი. ნახეთ, როგორ არის ნამდვილად გჭირდებათ ეს ხარჯი, ისე რაღაც რომ დადგებით გაუთვალისწინებელი ხარჯის წინაშე, დაფიქრდით, ხო? აქ თითქოს გზები შეჩერება არის ფაქტიურად. აქ დაბლოკილი ხართ ერთიანად. ვისთვისაა ეს გაშლა? თითქოს მომავალს აქ ადამიანი ვერ ხედავს და შიში
ჩაგედილობა. გჭირდებათ ცვლილებები, კარგი რჩევა რა არის, რაც როგორ უნდა განთავისუფლდეთ ამ ყველაფრიდან. რჩევა, ეს არის წმენდა არის, ახლა არ გავიგეთ, მაგრამ დანარჩენი გამოსავალი რა არის. ნახეთ ის შეგრძნებები, რაც თქვენთან მოდის, აი ეს არის ესე იგი გამოსავალი. რაღაცა გაქვთ თქვენ ხილვა ან სიზმარი ან შეგრძნება რაღაცნაირი. ხო, აი ეს მომენტი როგორ არის, დაუჯერეთ ამას. თქვენ ისეთი სწორი მიმართულება გეძლევათ და სხვადასხვა სწორად მიყვებით თქვენ ყველაფერს, მაგრამ გარე ფაქტორები შეიძლება ადამიანები, გარემოება, რაღაც თუნდაც ის თავის შეკავება, ის დაბრკოლება გიშლით ხელს და ქაოსში შემდეგ ვარდებით. არ ვიცი და ვერ იაზრებთ და სინამდვილეში ვერ იაზრებთ თქვენ სიგურით რამხელა რესურსი არის და რამხელა წარმატება შეგიძლიათ მიაღწიოთ. გაიგეთ? აი ეს არის აქ პრობლემა. ამას ვერ იაზრებთ ან ვერ ხედავთ. სინამდვილეში ძალიან დიდი წარმატება გაქვთ. ძალიან დიდი წინსვლა გაქვთ. ძალიან ნახეთ სტაბილური მომავალი. აი თქვენ ხელში არის აქ ბედი, იმიტომ რომ თითქოს თქვენ მართლობაში ეტყობა თქვენ ხართ თქვენი ასე რომ ვთქვათ საქმის მართველი, ხო და არ ხართ ვინმეზე აქ თქვენ დამოკიდებული და აი შინაგანად ნუ იგდებთ თავს ამ პოზიციაზე, რომ თითქოს რაღაც გამოვალი ისა გაქვთ მდგომარეობა, მაგრამ ისე იცოდეთ, რომ ვიღაც აქ ძალიან გიყურებთ, ძალიან. ეს ადამიანი თქვენ ყოველდღიურად გიყურებთ, რა ვიცი ეს. ან ძალიან ხშირად შეიძლება ოჯახში იხედება თქვენთან, ესე რომ ვთქვათ, თვალი აქვს ძალიან დიდი და არადა აქ აუცილებლად იქნება მაიცადეთ მოდი ასე გეტყოდით, გამოდით ამ არ ვიცი ის პოზიციიდან, არ ვიცი კი არა, კი იცით, რომ თქვენ სწორ მიმართულება გაქვთ აღებული, ყველაფერი სწორად შიფრავთ, ნახეთ, განსაზღვრავთ, ხედავთ და მიყევით მაგას, იმიტომ რომ ეს არის თქვენ არ ხართ არასწორ გზაზე პირიქით, სხვებმა შეიძლება მოგცენ ცუდი მიმართულებები, აქ ძალიან კარგი დაწინაურება, წინსვლა, წარმატება, კომუნიკაცია, გაძლიერება, პირადშიც განვითარება ან თანამშრომლობა, სამსახური და რავი, ყველაფერი ლაგდება და თითქმის დალაგებულია უბრალოდ რაღაც ეხლა გაქვთ ისეთი გაურკვეველი ეტაპი, მაგრამ აქ თქვენ ბუსავით გიყურებს ეს ადამიანი, ეს არის თვალი. და მისი ენერგია არ არის გამორიცხული, რა ვიცი, ვინმე არის ისეთი შეხვდები ისეს და მასკნეს, რა ქვია, თქვენ დავარდებით და ცუდად ხართ და ის ცოტა შეიძლება უკეთესად არის, ხო? მოსინჯეთ ერთი დღე უმისოთ ცხოვრება და ნახავთ. ბიზნესი ჭვი გაქვთ, ხო? გაარიდეთ თავი. აი ეს არის ჩემო კარგებო რჩევებში, რჩევაში იმედია გამოგადგებათ ეს ინფორმაცია.